საქართველოში გლოვის დღეა სადაროდის დაკრძალავენ პატრიარქ ილია მეორეს რამდენიმე წუთში გაირკვევა აღნიშნულთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას სინოდის სხდომაზე მიიღებენ შეხვედრა უკვე 1 საათია მიმდინარეობს საპატრიარქოში ადგილზე ნათია ქიანქაძე მუშაობს და ის გვერდება ახლა პირდაპირ ეთერში ნათია გისმენთ დიახ, უკვე 1 საათია მიმდინარეობს სინოდის სხდომა და მღვდელმთავრებს ერთადერთი განსახილველი საკითხი, რაც აქვთ, უკავშირდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის დაკრძალვას. საორგანიზაციო საკითხები სრულად უნდა შეთანხმდეს დღეს და შემდეგ უკვე გახდება ცნობილი მედიისთვის და შესაბამისად საზოგადოებისთვის. ამ დროისთვის არ არის ცნობილი დაკრძალვის თარიღიც კი, ყოველი ამაზე ახლა მსჯელობს სინოდი, ასევე შედგება სპეციალური კომისია, რომელშიც გარდა სასულიერო პირებისა და საპატრიარქოს წარმომადგენლებისა შევლენ ხელისუფლების სხვადასხვა შტოს წარმომადგენლები, ყველა იმ უწყების, რომლის ჩართვაც და დახმარება შესაძლოა საჭირო გახდეს, მაგალითად, შინაგან საქმეთა სამინისტრო, ვიცით, რომ იქნება ამის ნაწილი და ამ დროისთვის სამინისტროს წარმომადგენლები უკვე ადგილზე იმყოფებიან, სწორედ ისინი უზრუნველყოფენ გზის გათავისუფლებას, მას შემდეგ, რაც დაიწყება პროცესია, რომელმაც უნდა გადაასვენოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი საპატრიარქოდან სამების საკათედრო ტაძარში. ვიცით, რომ ეს დაიწყება 4 საათზე, ასე არის საპატრიარქოს მხრიდან წინასწარ გაცხადებული პროცესის დაწყების დრო და ერთადერთი, რაც ამ დროისთვის უბრალოდ ვიცით, არის სწორედ ეს, რომ სამების საკათედრო ტაძარი იქნება ის ადგილი, სადაც გაიმართება პანაშვიდი, სადაც იქნება დაკრძალვამდე დასვენებული კათოლიკოს პატრიარქი და მრევლს ექნება შესაძლებლობა, რომ მივიდეს პანაშვიდზე, გამოემშვიდობოს კათოლიკოს პატრიარქს. ბუნებრივია საქართველოს სხვადასხვა ეპარქიიდან ჩამოვა მრევლი, ასევე უცხოეთიდან ელოდებიან დელეგაციებს საპატრიარქოში, ჩამოვლენ ის მღვდელმთავრები, რომლებიც ახლა არ ესწრებიან სინოდის სხდომას, იმიტომ რომ ისინი განაგებენ უცხოეთში ეპარქიებს და სავარაუდოდ იქნება სათანადო დრო გამოყოფილი იმისთვის, რომ მრევლს მიეცეს პატრიარქთან გამომშვიდობების შესაძლებლობა, თუმცა დაკრძალვის თარიღი ჯერ არ არის ცნობილი და ამაზე მსჯელობს სწორედ სინოდი. კიდევ ერთი საკითხი, რომელიც დღეს უნდა გაიგოს, სავარაუდოდ ეხება ანდერძს, არსებობს თუ არა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის წერილობითი ანდერძი. ძირითადი მოლოდინი, რაც ანდერძთან დაკავშირებით არის ხოლმე, უკავშირდება მოსაყდრის დასახელებას, თუმცა ეს საკითხი ახლა ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე არ დგას, გამომდინარე იქიდან, რომ 2017 წლიდან უკვე სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა დაასახელა მოსაყდრად მიტროპოლიტი შიო მუჯირი და სწორედ ის ასრულებს ამ მოვალეობას უკვე 9 წელია, თუმცა შესაძლოა მაინც არსებობდეს წერილობითი ანდერძი, სადაც მაგალითად იქნება დასახელებული კონკრეტული ადგილი, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს სურს რომ იყოს მისი განსასვენებელი. ზეპირად როგორც სასულიერო პირები ჩვენთან საუბარში აცხადებენ, მას ეს ჰქონდა ნათქვამი, რომ მას სურდა დაკრძალულიყო სიონის საკათედრო ტაძარში და ბუნებრივია ეს ლოკაცია განიხილება ერთ-ერთ ადგილად, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება სწორედ სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ უნდა გახდეს ცნობილი მრევლისთვის და საზოგადოებისთვის დრო, პატრიარქის დაკრძალვის თარიღი და ასევე ადგილი, სადაც იქნება მისი განსასვენებელი და რამდენ დღეს გასტანს პანაშვიდები, რამდენი ხანი ექნება მრევლს იმისთვის, რომ მივიდეს და გამოემშვიდობოს პატრიარქს. აქ ჩვენ რაც ვნახეთ, იმყოფება კულტურის მინისტრი თინა თინრუხაძე, ასევე პარლამენტის წარმომადგენლები, ხალხის ძალის წარმომადგენლები შევიდნენ გვირგვინით რამდენიმე წუთის წინ საპატრიარქოში. აქ ოფიციალური პანაშვიდი არ იმართება, არათუ მრევლს სასულიერო პირებსაც კი, ვინც სინოდის წევრი არ არის, არ აქვს შესაძლებლობა, რომ საპატრიარქოში შევიდეს და ისინი, როგორც კატრში ხედავთ, დილიდან არიან აქ საპატრიარქოს მიმდებარე ტერიტორიაზე. აქ არის შეკრებილი მრევლიც, მიუხედავად იმისა, რომ მათ იციან, რომ არ მიეცემათ საპატრიარქოში შესაძლებლობა, მათ მაინც გამოიყენეს ეს საშუალება, რომ მოსულიყვნენ და კიდევ ერთხელ მიეგოთ პატივი კათოლიკოს პატრიარქისთვის. ისინი ჩვენთან საუბარში საუბრობენ მის როლზე, მნიშვნელობაზე, მათ ნაწილს აქვს ქონია პირდაპირი შეხვედრა პატრიარქთან და ეს აქვთ გასახსენებელი, ნაწილისთვის კი ის იყო უბრალოდ სულიერი ლიდერი, რომლის გარდაცვალებაც ბუნებრივია, ძალიან დიდი დანაკლისია მრევლისთვის და ქართული მართლმადიდებელი ეკლესიისთვის. დღეს ათასობით ადამიანს აქვს განცდა იმისა, რომ დაკარგა საკუთარი მამა და ეს განცდა არის ძალიან გულწრფელი. იმიტომ რომ პატრიარქი იყო ნამდვილი მამა ყველას და მე ამოთქვამ სამძიმარს ვიზიარებ ამ დიდ ტკივილს და ვუსურვებ ჩვენ ქვეყანას, რომ ისეთ ქვეყანად ვიქცეთ, როგორიც მას ჰქონდა სურვილი და როგორიც ჰქონდა ჩაფიქრებული. ძალიან ტკივა ამაზე საუბარი, მაგრამ ესეთი რეალობა. ერთი ძალიან დიდი ეპოქა დასრულდა, უზარმაზარი ეპოქა დასრულდა მის უწმიდესობასთან ერთად რაღაცა, მაგრამ ზეცაში ყველაფერი გრძელდება და ჩვენ ქრისტიანები ვარ და ერთ უმთავრესი რამის გვჯერაც მარადიული ცხოვრების და იქ მარადული სამყოფელის და
ვის რომ უწმინდესი ცხოვრობდა ჩვენთვის. უწმინდეს ძალიან უნდა ღმერთთან წარდგარიყო, იმიტომ რომ იმისთვის ყველა ქრისტიანი იმისთვის იღწვის და იმიტომ შრომოსულიად რომ მარადიული სასופელი დაიმკვიდროს და უწმინდესი აი როგორც აი კელაპტარის რო დაანთებ ხოლმე ლოცვის და დაგიდინება კელაპტარი ესე ჩამოდენა ჩვენი ქვეყნის სიყვარულში ჩვენი უწმინდესი აი ყველასთვის ჩამოდენა აი ამდენი წელი მასთან ერთად გავატარე და არასოდეს არ მახსოვს რომ უწმინდეს ვინმე გაელანძღოს ვიღაცაზე აუგიეთქვას წლების წინ მომეცა ეს შანსი რომ 17 მაისს სრულობაზე როცა პატრიარქი ცოტა კარგად ძალდებოდა მე ნახა შორიდან სამების საკურთხეველში და ძალიან ემოციური მომენტი იყო, იმიტომ რომ როდესაც დავინახე პატრიარქი პირდაპირ აი ტირილი დავიწყე, იმიტომ რომ ამ ადამიანისგან იგრძნობოდა უდიდესი მადლი, უდიდესი სიყვარული, უდიდესი ძალა. იყო უდიდესი ადამიანი. ის იყო ჩვენი კათოლიკოს პატრიარქი, რომელიც წლების განმავლობაში ჩვენს გვერდით იდგა და გვამხნევებდა, როგორც შეეძლო. ყველანი მისი შვილები ვიყავით უნივერსიტეტში და ვიჭირს მას ეს საუბარი. ბაზალას ადგილას დადექი და იქ რომ მოიწეჭება. სინოდის ხდომა ამ დრომდე გრძელდება, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ 16 საათი, დღის 4 საათი არის დასახელებული პროცესის დაწყების დროც, სავარაუდოდ ხდომა უახლოეს ხანებში უნდა დასრულდეს და ჩვენ ველოდებით, რომ საპატრიარქოს წარმომადგენლები შესაძლოა სხვა შტოს ხელისუფლების წარმომადგენლებიც მაგალითად გამოვლენ მედიასთან და გააკეთებენ განცხადებას და ამის შემდეგ უკვე გვეცოდინება ყველა დეტალი, რაც უკავშირდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის დაკრძალვას, დაკრძალვის თარიღი, ადგილი, ასევე იმ კომისიის შემადგენლობა, რომელმაც მთელ ამ პროცესს უნდა უხელმძღვანელოს და გაუწიოს ორგანიზება. მადლობა ნათია ქენქაძე იყო პირდაპირ ეთერში.